ალბათ ერთი სული გაქვს საქმე მიმარჩო არა? ეს ვის არ უნდა? მაინც როგორ აპირებ ამ ფსკერი და მწვერვალზე ასვლას? 150 წელიწადში დაგვეწევი? შენ არ გაგიგია რომ უარი უთქვი ამ საქმეზე? ესე იგი ბაგირს აკეთი კი აღარ ვქაჩავთ? მეტოქეები აღარ ვართ? ასეა? მაგარი ფანტაზიები გაქვს ჟინგის. ერთმანეთის გასანადგურებლად აღარ ვიბრძვით? ერთ საათში უფრო საინტერესო ამბავი დაიწყება. თუ გინდა აქ დარჩი. ანუ ყველაფერი დაივიწყე? ყველაფერი დამთავრდა? მერე ქენანი, ეიშანი? სერდარი, შენი ძმის მკვლელი? დაივიწყე, ყველაფერი დამთავრდა. თუ ასეა ძალიან კარგი. ესე იგი არაფერი აღარ შეგეხება. მამა, არაფერი გაგიგია? თუმცა რამე რომ მომხდარიყო გაიგებდი არა? მე? იმიტომ რომ არავინ ეძებს მას. ბაშკაცობაზე ლაპარაკი ყველამ კარგად იცის, თუმცა არავინ არაფერს აკეთებს. ძალიან უცნაური სამყარო გაქვთ. მამა ტევფიკი რეკავს, მე რედაგირეკავ. ტევფიკ. დაბრუნდა? მოვდივარ. Ali'yi mi merak ediyor? ალის გამო ნერვიულობს? ხო, ნერვიულობს. Allah korusun. ღმერთმა დაგვიფაროს. რა? Hiç. არაფერი. Ne kadar როგორ ვნერვიულობდი შენ გამო? სტამბოლი 1973 წელი. რამიზი კარგად არის? კი. გაუხარდება შენი დანახვა. ის ხომ შენს მოღალატედ გთვლიდა. შენს ძმასაც გაუხარდება შენი ნახვა. ნერვიულობ შენ გამო. გუშინ კლუბში არ მოხვედი, მე იქ ვიყავი, რომ იცოდე რა ცუდად არის. ხეიროგლუ მთლად კუთხეში მიიმწყდია. მიდი მასთან დაელაპარაკე. ნამდვილად გაგიჟდება ნერვიულობისგან. ჩემი გულისთვის გააკეთე ეს. გეხვეწები. გააკეთებ? მოღალატეები მოვიდნენ. ეს არის ჩვენი თავშესაფარი. ო. კარგად ხარ? სელმა სანამ აქ ხარ მე გავალ. ვიყიდი რაც საჭიროა. ძმა, ფრთხილად იყავი, გთხოვ. შენ თვითონ იყავი ფრთხილად ხელში არ ჩაგიგდოს. ხეიროგლუ? ის ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. ერთხელ უკვე მოვატყუე. ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება. კენან. მე მოვკლავ მას. ასე აღარ შემიძლია. ახლა ის შენს მტრად გთვლის. ბევრი სისხლი დაიღვრება. ფიქრობ ეს კარგი ადგილია?
რა თქმა უნდა, მომღერლის საგრემიო რო არ გვაქვს. რას აკეთებ? მინდა შენს განზრახვას ჩავწვდე. ესე იგი ეს კარგი ადგილია კენანისთვის. მე ვნახე მისი ოჯახი, ისინი მდიდარი გავლენიანი ადამიანები არიან. მე რა? შენ თქვი სისხლი დაიღრებაო. კენანს რა ელის? მანი არაღის ხმარება არ იცის. განა აქ არის მისი ადგილი. მას სახლი აქვს, ოჯახი ჰყავს. მეც მყავს. მეც სანახავად დავდივარ ხოლმე და გავიწყდა. მახსოვს რამის. კარგად მახსოვს, რომ ოჯახი ყავს. კენანი სხვა საქმეა. გეშინია საკუთარი ოჯახი თუ მობეზრდა, შეიძლება შენს მობეზრდა. გინდა რომ მე გაუშვა ის სახლში ასეა? გაუშვებ? იმის მაგივრად რომ მიყურო, იქნებ ჩემი საიდუმლოები გაიგო. ჯობს პირდაპირ თვალებში შემომხედო. რა? არაფერი. შენ წახვიდოდი მის ადგილზე. ასეთი ოჯახი რომ ყოლოდა წავიდოდი. იმიტომ რომ მათ გვერდით ყოფილიყავი რამის. შემოდით. ოღონდ მე ისევ გამიშვი უკან. შენის არ გააკეთე. საიტთან არ გაყიდე ის. მითხარი, როგორ გამოგათრევამ კატასტროფიდან ძმაო? არანაირი შანსი არ არსებობს. თუ ასეა, წარმატებას გისურვებ. რა გაეწყობა? ანუ, უფლებას მაძლევ? თანახმა ხარ? მხოლოდ ერთი პირობით. რამიზი გამაცანი. ვნახავ მაინც, ვინ წაგვართვა შენი თავი. შენ თვითონვე მომიწონებს აქციელს. აი ნახავ. მოიცადე? როგორ უნდა გავაკეთო ეს? სადმე მოშორებით შევხვდეთ ერთმანეთს. იქ სადაც ჰეიროგლუ ზევნეს არ დაგვიწყებს. სად? მოვიფიქრე. ატრაქციონების პარკში. საღამოს 10 საათზე. პარკში. კარგი. რამის არ ვეთქვი, ეს სიურპრიზი იქნება. მხოლოდ ფრთხილად იყავი, ვინმე არ მოიყოლო. კარგი. ჩემი იმედი კონდეს. გისმენთ? დამაკავშირე კლუბში ავთვალებთან. უთხარი რომ ბატონ საიტთან მინდა ლაპარაკი. კარგი. სტამბოლი 2010 წელი. ალი. რომ იცოდე როგორ ნერვიულობდი. უფრო სწორად ყველანი ნერვიულობდით. როგორც ჩანს, გამძლეობა კარგი გაქვს. რაც არ უნდა იყოს, რამის კარაესკის ქალიშვილი ვარ. შევეჩვია. რა უნდა და ჯენგის? რა მოგთხოვა ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ? არაფერი.
თვითონ გაგათავისუფლა. ცუდადაა საქმე. ნამდვილად რაღაც გეგმა აქვს. ის იუსუფ ეირი, რომელმაც ასე მოგვაბეზრა თავი კენანის სპაიკია. აღმოჩნდა რომ ჯენგიზი მისი კაცია. ჯენგიზი არავისი კაცი არ არის, ის მხოლოდ თავისი თავისთვის არის. ხვალ დავამთავრებთ თქვენს დაწყებულ საქმეს. ისკანდერს ვალს გამოვართმევთ მიუხედავად იმისა, რომ მას იუსუფი მფარველობს. იუსუფის მფარველობის მიუხედავად, მერე ჯენგიზი? ჯენგიზი წინააღმდეგი არ არის. სწორედ ამიტომ გაათავისუფლა ალი. ჯენგიზი იუსუფს უთხრის ძირს ასეა? სწორედ ამიტომ მოგცემს ამის გაკეთების უფლებას. ისე ვენდოთ ჯენგიზს. გინდოდათ ალი, აი? ყავთ თქვენი ალი. გინდოდათ ისკანდერთან ანგარიშის გასწორება. ხვალ გავაკეთებთ ამას. ეზელ. დიდი მადლობა. თუმცა პრინციპში შენ არაფერი გაიგეთებია. თითის კი არ გაგინძრავია. ჯენგიზ თავისი გეგმა რომ არ ქონოდა, ახლა უკვე მკვდარი ვიქნებოდი. ხომ ასეა ტეფო? ტეფო. ალი, შენ ჩემთან ერთად მოდიხარ. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. მაგაზე უარს ვინ იტყვის? ტეპიკ, ალის სამუშაო საქაღალდე შენ გაქვს? ხვალ თუ არ გამოჩნდა, შენ შეასრულებ მის სამუშაოს. ჩუმად. მამას გაეღვიძება. კარგი, ჩუმად ვარ. არ შენი ხმავრო. ჩუმად ნუხმავრობ. თორემ შევსხვევით. ესე ჩუმად. ჩუმად თორემ იარაღით დაგვადგება თავზე. თუმცა მისი ამბავი. იარაღით არა, ჯუსტით. ზარმოგიდგენია. ძია სახლში ვათებ ღამეს. სად დავწვე? ზევით მამასთან. ჩუმად. კარგი ხუმრობად იყოს, მაგრამ ძიემ თავში საფარი მომცრე მეგობარმა კი სასიკვდილოდ გამიმეტა. არ მჯერა ამის. ვერ ხედავ როგორ ჩაიგედა. Nasıl yalnızlaştırıyor kendini baksana. მაგრამ თვითონ თქვა თითი არ გამინძრევიო. Yok. არა, Var bir. აშკარად მოხდა რაღაც. Adam hapislerde çürdü seni. ის შენ გამო ციხეში ილპებოდა, მაგრამ მაინც მიგიყო უკან. გონია რაღაც გამათის გამო მიგატოვებს? ახლა უკვე ვინმეს მიტოვება გვიანია. O ne demek? ანუ? პირობები შეიცვალა. ბევრი რაღაც დავაშავე, მაგრამ არავის ჩრდილად ყოფნას აღარ ვაპირებ. რამდენჯერ მესროლეს, ან მე რამდენჯერ ვესროლეს ხვებს. ძალიან ბევრჯერ. Ben o kısmı yok. მე ვცდილობ მაგაზე არ ვიფიქრო. Fazla şey yapmasam. რაზე? İnsanlara kurşun. იმაზე რომ ხალხს ხოცავდი. კარგი. იცხოვრე მშვიდად ჩემს ფანტაზიებში. Ben de კარგი, rahat. შევთანხმდით. იცი შენ მართლა არ გავხარ სხვებს. მართლა. სულ სხვანაირი ხარ.
Şebnem, Ha Şebnem üşür mü? ასე ხომ შეგვწივდება? ტევფიკ, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ. თუმცა მაინც ძალიან სევდიანი ხარ. Nasıl yani? ანუ, თითქოს უკვე 10 წელია ერთად ვართ და ხოლმე ჯარში მიდიხარ. პანიკა მემართება, სული მეხუთება. გაქცევა მინდა. მინდა ხელი ჩაკიდო და არსად გაგიშვა. Gitmeyeceğim ki. მე არსად არ მივდივარ. მისმის, Kıyamam ben sana gel. გამაგებინე, რანაირი ადამიანი ხარ? Kıyamam ben sana. მოდი ჩემთან. Nereden çıktı? საიდან მოიტანე ახლა ეს სისულელი? Bak bakayım buna. შემომხედე. Ağlama bakayım. ნუტირი. Ağlama bir dur. ნუტირი მეთქი, მორჩი. Ağlama. შემომხედე. Ne oldu? რა მოხდა? არაფერი. უცებ შემომიტია. არა უშავს. Tamam ben de geldim. მომხედავ მე აქ ვარ შენთან. Bir daha ağlama. კიდევ თუ შემოგიდევს, ისევ მოვალ და ჩაგეხუდები. შენ ოღონდ მითხარი. გეტყვი. ყოველთვის გეუბნები. Söyle canım. მითხარი საყვარელო. Söyle canım. ჩემო ლამაზო. Canım. ესე იგი, გიყვარ ვარ? Çok mu seviyorsun Asya. beni? ეზელს უთხრათ ისკანდერთან რომ მივდივართ. თვითონ თქვა, ასე მე არ გადამიწყვეტია. Günah benden gitti. Ne haber? როგორ ხარ? კარგად, Kaçmışsın sabah. დილით გაიპარე. ვერ დაიძინე? Uyuyamadım. ვერა. Ben de ვერც მე. Oldu mu? კარგი, დროებით. Gülme ağzı. ნუ იცინი, თორემ მოგხვდება. მოიცადე. მან ხომ დაგიჭირა. იუსუფმა ხომ დაგიჭირა. Almıştı. და მიჯერა და ჩამკეტა. ჩემი მოკვლას გისცადა. Ne kadar uğraştık orada. რამდენ ხანს ვარკვევდით მასთან საქმეს? 10 საათი? 4-5 მერე დავლიეთ და აქ წამოვედით. Yolda fikir değil. გზაში გადავიფიქრეთ. ო, ახალი იდეა მაქვს. Parayı falan. ფული აღარ მჭირდება, ახლა შუბლს გაგიხურეთ და მერე სადმე გზის პირას დაგაგდებ. Şanım yürüsün. გეხვეწები. არ გინდა ბატონო ეზელ. ეზელო? Yapacak. ის გააკეთებს ამას. Yapmamam için ერთი მიზეზი მაინც დამისახელე ისკანდერ. რის გამოც არ უნდა გავაკეთო ეს. მე მოგეხმარები. kalemin var mı? გალამი გააქვს? რა გინდა? Annem bulur. დედა სახლში არ დამხვდა. ზადი. Baba. მამა. მამა. მე მერტის მამა ვარ. გონი ასე უცებ დამავიწყდებოდა? Annem. მამა დედაავად არის. დედა ჯანმრთელად არის. არაფერი არ ჭირს. Korkuyorsun sen de. შენ ხომ გეშინია? ხედავ რომ ასე. მომეცი მისი ნახვის ნება. ნახავ და წახვალ. ჩემი ცოლი ჯანმრთელია. ჩვენ ამასაც გავუმკლავდებით. ომერ, Buradayım. აქ ვარ დედა.
მადლობა ღმერთს. უკვე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამესიზმრა. მახსოვს როგორ ვილაპარაკე ჩემ შვილთან. შენ პირდი მოვიყვანო. მოიყვანე? ვინ? მერტი. ხომ შენ პირდი მოვიყვანო. ხედავ, სვიტერს ვუქცოვ. Anne. დედა, Mert. მერტი არ მოვა. Ben git. მე ვერ მოვიყვან. Mert. მერტი მოკვდა დედა. Bu bitsince de duyuracağım aynı. ამას რომ დავამთავრებ ჯანსად ზუსტად ასეც მოვუქცოვ. Size de öyle. მერტი რომ დაბრუნდება ერთნაირი სვიტერები ეკნებათ. Anladım. გავიგე ისკანდერ. Çıkar ასეთი ადამიანებიც არსებობენ. Ünlü olur. ისინი უბრალოდ რეპუტაციას ჰიქნიან. Dinle bak. მომისმინე. Senin ხვალვე უკან მიიღებ შენს მანქანასაც და ფულსაც. onlar ნუ ნერვიულობ. orasını ეს კონფლიქტის მიზეზი არ არის. böyle şeyler ნუ için ჩაერევი ჩემო კარგო. მე თვითონ მივხედავ ყველაფერს. orasına karış. დამშვიდდი. Şöyle söyleyeyim. მე მივხედავ. Da ben de. ვინ არის ეს უსაქმური? დილიდან რომ ხელს გიშლის. İskender Bey'in olayı. ისკანდერი, Konuşalım. ამაზე მე ვილაპარაკოთ. Hallet. როგორც შენ მითხარი, იქ უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. Ne dediysen yap. შენ რაც მითხარი ყველაფერი გავაკეთე. ისინი მოვიდნენ და კედელთან მიაყენეს. მან შენ გახსენა, შენ თქვი, ჩემი სახელის ხსენება საკმარისიაო. რა იყო? არ არის საკმარისი. Ben öğrendimden sonra. მე მერე გავარკვიე ვინ იყო. Bir tane zıp მეც მერე გავარკვიე. ვინმე ეზელი. ezel. ვინ? Ezel yerinde durmamış. ეზელი ისე ვერ ისვენებს. Bu ezel ის ვიღაც ეზელი. რომელზეც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, ვისთვისაც მხოლოდ შენი სახელის ხსენება საკმარისი არ არის. bana ნუ kafa თუ ეს გამოწვევაა, bana. Sabah biz დილით ჩვენს კაცს ველაპარაკე. ეზელი მივიდა ვიღაც ტიპამდე, ვინც იუსუფის მფარველობის ქვეშ იყო. İskender ისკანდერ, როგორია? bilmek არ მოინტერესებს. Ben მე istedim. მოინტერესებს. Kim ulan? ვინ არის? ახლა სად Nerede არის? şimdi? Bana onu იპოვი ჩემთვის. Burkaç ერთი ბარია, რომელსაც აიღე და გაიქეცი ჰქვია. alamadığımız son bir სწორედ იქ არის. გახსოვს რუკაზე ბოლო პუნქტი, რომელიც ვერ ჩავიგდეთ ხელში. აი იქ. Bu işi halledip შენ შემპირდი რომ ყველაფერს გაარკვევდი, იუსუფ. bu iş bizim ეს პროექტი ხომ ჩვენი ოცნებაა. yani bu გამოასწორე ეს პატარა შეცდომა ჩვენს უზადო გეგმაში. artık. önce kahvaltı. მოდი ჯერ საუზმე დავასრულოთ. Sonra მე რეკი მხიარულ ცხოვრებას მოვუწყობ იმ ტიპს. kafasına geçireyim. კარგი იქნებოდა. Yardım ister. გინდა დაგეხმარო. რა თქმა უნდა. შენ ხომ კარგად იცნობ მას. Yardım. არავის დახმარება არ მჭირდება. Kahvaltı. აღარც საუზმე მინდა. სტამბული 1973 წელი. პატარა ბავშვი ვითხარ. ბანდიტები დაგზდებენ, ჩვენ კი ცხენებზე საქანაოდ მოვედით. Yok. არა. Tedbiri elden სიფრთხილეს არ ვკარგავთ, მაგრამ ზოგჯერ გართობაც ხომ საჭიროა. თორემ მოწყენილობისგან დავიხოცებით. Sıkılırız. აბა სელმა, წავიდეთ საქანაოდ. Sen buyurma. რა სიტყვის სელმა? Peru'nla. მარტო ხარ? როგორ შეგბირდი? იმედი მაქვს.
ტყუილად არ მოვსულვარ. სელიმ, ამჯერად როგორ აპირებ შენი ძმის გადარჩენას? რამე მოიფიქრე? მე ის მოვატყუე. ფრთხილად. ფრთხილად. ცივა, გინდა პიჯაკი მოგცე? არა. სულ საათზე რატომ იყურები? სელმა ტუალეტში წავიდა. მაინტერესებს რამდენ ხანს იქნება იქ. ორჩი. ცოლად შეირთო? უიცადე, რა დროს ცოლად შერთვა? რა იყო მთელ ცხოვრებას ჩემთან ერთად ხომ არ გაატარებ? სულ ერთად ხომ არ ვიცხოვრებთ? ერთხელაც წასვლა მოგიწევს. რატომ წამოიწყე ამაზე საუბარი? რამიზ მოდი ხარ ძმაო. ესე იგი ის მშიშარა პარკშია? კარგი სელიმ. ოჯახ. ბატონო საიდ. ჩემს ძმას ერთი ღერით მაც რომ ჩამოუვარდეს. ყველამ უნდა შეასრულოს მოცემული სიტყვა. ბატონო სელიმ. მე მხოლოდ რამიზი მჭირდება. სიტყვას გაძლევ. ახლა მე თვითონ მივხედავ ყველაფერს. შენ თავისუფალი ხარ. მოდით ერთში დავბრუნდეთ. ამჯერად მოვიგებ. აუცილებლად ნამდვილად მოვიგებ. სამაგერო ჩემს სიყვარულში გემართლებს. რა არის სამაში ცუდი? კარგი. ვინც როლა არ იცის იმას ყოველთვის უმართლებს სიყვარულში. არც ისე ცუდადაა საქმე. შენი შეყვარებული ამბობს, რომ არ იცის როლა. მომეცი პისტოლეტი. რამის არ დაგავიწყდეს, მეორე მე მაქვს. როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს, რამის. სელმა. გამოდი აქეთ. გამოდი მეთქი. ოჯახ საიდ. სწორედ ახლა პისტოლეტი არ მაქვს. სულ დროს გამომიჭირე. ხოლოდ ეს მითხარი, როგორ გაიგე, სად ვიყავი?
შენს მეგზურს კითხე. კენან რას ამბობს? მე რა ვიცი. ალბათ გვითვალთვალებდა. შენს გვამს, შენს ოჯახს გაუგზავნი რამეს. მართლა? მე კი მადლობას გადავუხდი იმას, ვინც აქ მომიყვანა. იცი ვინ არის? ვინ? კენანი არა. რა კენი, მე თვითონ მოვკლავდი. მატყუარა მოღალატე. მე შენ გენდობოდი. რატომ გააკეთე ეს? რატომ გააკეთე? იმიტომ რომ ჩვენთან დაბრუნებულიყავი. ის შენი მოკლით იმუქრებოდა. მითხრა მოიფიქრე როგორ უშველიო. მე ეს ჩემი ძმის გამო გავაკეთე. შენი ძმა მკვლელად აქცია. მკვლელად. გაიგე? ეიროგლუს, უნდა და რამიზისთვის ეთქვა, რომ შენ ის გაყიდე. მე ის მოუკალიას რომ არ ეთქვა. მოუკალი გესმის? რა კენი? მე მკვლელი ვარ ძმაო. მე კაცი მოუკალი. ჩახმახსდითი გამოვკარი. და ვესროლე. შენი ძმა მკვლელია. ისევ გინდა რომ დავბრუნდე. კენან. ასეც ვიცოდი. კენან. კენან. სტამბოლი 2010 წელი. როგორც ხედავ ტურიზმის ბიზნესს სწავლობდი. დიახ. სტაჟირებას სასტუმროებში გადავიდი. სერტიფიკატები გაქვს ამერიკიდან. პისტოლეტი თუ გაქვს? რა? შხუბი რომ დაიწყოს რა სიზამ? ვინმე რომ არ გადაიხადოს. აპატიეთ? მოიხედე ბიჭო. მართლა გინდა ჩემთან მუშაობა? მართლა ასეა? მაშინ თუ ნებას მომცემთ, დასაკვირველი აღმაწვილო, შემდეგი. რამდენი წლის ხარ? იპასუხე. 29-ის. აქ წერია რომ 5 წლის სტაჟი გაქვს. დიახ, უკვე 5 წელია ვმუშაობ. საეროში მუშაობდი? დიახ. ეს ხომ ისანის კლუბია, ბებერი ისე ფორმაშია? რა თქმა უნდა. ის კლუბს არასდროს მიატოვებს. დაურეკავ მოვიკითხავ. თან რეკომენდაციასაც მივიღებ. რამე პრობლემაა? არა, დაურეკეთ. კითხეთ.
Kalıyor. ზარი გადის. Ya İhsan abi. ისან მეგობარო, Otur. დაჯექი. Aramadım zaten. არ დამირეკავს მისთვის. რატომ იტყუები? Sen niye söylüyorsun? შენ თვითონ რატომ იტყუები? Aramamışsın. იქსანთან ხომ არ დაგირეკავს? Sen yedin güzel. კი, მაგრამ შენ დაიჯერე და მახეშიც გაები. Bir şey söyle. შეიძლება რაღაც გკითხო. Doğru söylesem alır. სიმართლე რომ გითხრა, მიმიღებ სამსახურში. Ne gör? სადე? Tamam. კარგი. 25 yaş. მე 25 წლის ვარ. Sanatlar. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ბარში არასდროს მიმუშავია, მაგრამ საერთოდ მუშაობა შემიძლია. თვითონ არ ვსვამ, მაგრამ თვალებთან მოქცევა ვიცი. Bildim bileli. ყიდდი წიგნებს, ბიჟუტერიას, ჩაის. რაც თავი მახსოვს, საკუთარ პურის პულს თვითონ შოულობ. სულ ეს არის. Bugüne kadar. გარდა ამისა, ყოველთვის კარგად მეხერხება ტყუილები. Sizde უფრო სწორად, ამ შემთხვევამდე. მაინც რა პირობები გაქვთ აქ? Maaşı performans. როგორც მუშაობ, ისე გიხდი. კვირაში ერთი დღე ისვენებ. Bir günde şifre. კვირაში ერთხელ ხდება განრიგის შეცვლა. Bir daha yalan söyle. კიდევ ერთხელ თუ მოიტყუები, უკეთესად გავაკეთებ ამას. Neyi ararız? კარგი დაგირეკავთ. კარგი? kolay gelsin. კარგად იყავით. დიდი მადლობა. ნახვამდის. Pardon. მაბადიეთ. Yaptınız mı? ყველაფერი გააკეთეთ. Bir şey değil. არაფერი. Büyük iş. გონია ყველაფერი ასე კარგადაა. Ortalıkta. მაინც ჟობია ტყუილად ლაპარაკს და არაფრის კეთებას. Ortalıktan iyidir. Başında ეს უაზრობა იყო ალი. dikkat çekti. შენ მხოლოდ ყურადღება მიიქცი. Burayı başımıza... ახლა დამრტყმელი ტიპები გამოგვეცხადებიან. Ne yapacağız o zaman? რა უნდა ვქნათ? რამე გეგმა გაქვს? Başka bir yere gidelim. სხვაგან გადავბარგდებით. ეზელ, შენთან არიან. Neler oluyor? რა ხდება? ალის წყალობით ეზელის რეპუტაცია მატულობს. შენი გუშინდელი ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდა, მაგრამ ახლა უფრო სერიოზული რაღაც გვჭირდება. დღეს რა ხდება? ყველა იქ იქნება? არა, არანაირი სროლა არ იქნება, არავინ არ დაშავდება, გვირდები. შენგან სასარგებლო ინფორმაცია გვჭირდება. კიდევ რა? კონტრაბანდული სასმელი იყიდეს, კაზინო აქვთ. თამაშები წინასწარი გეგმება. სერიოზული ხალხი დიდ თანხებზე თამაშობს. მონაწილეების სიას გადმოგვიგზავნიან. Ne haber Şömez? როგორ მიდის საქმე? ახალ ბედავ. Sen რა დირექტორი, შენ ჩემთვის ყოველთვის დამწყები იქნები. şey için მინდა ჩვენს ქალაქს სარგებლობა მოუტანო. როგორც შეგნებულმა მოქალაქემ, duyarlı vatandaş. მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ. Sana bir ლაპარაკია არალეგალურ კაზინოზე. kumarhane. Ama გთხოვ დახურე. ოღონდ ისე, რომ ვერასდროს ვეღარ გახსნას. ჩემ გარდა. kimse açamaz. Benden ნუ აზვიადებ. ama რა თქმა უნდა. tabii ki. ბედნიერად. Hadi eyvallah. კარგი. სულ ეს იყო? შენ ჩემზე უკეთესად იცი, მაგრამ მოქმედება თუ დავიწყეთ, არ ჯობია ყველა პრობლემა ერთი ხელის მოსმით მოვაგვაროთ. რა კარგი ინიციატორი ხარ. ეზელი მარტო ვერ შეძლებდა ამ ყველაფრის დატრიალებას. მის უკან გავლენიანი ვიღაც დგას. არ ღირს ერთი ხელის მოსმით ამ ტოტის მოჭრა, თუმცა მისი შენჯღრევა ცუდი არ იქნება. ხო და შევანჯღრიოთ.
Ramiz, გახსოვ რამის? hatırladın mı? რა გჭირს რამის? Sana bir... გაგახსენე. Senin... მე მოვამზადე შენი საქმე. Başbakan... მე გადავგზავნე ის პროკურატურაში. Bütün მე გავამხილე ყველა შენი ცოდვა. arkadaşlar... მე წაგაჩხუბე მეგობრებთან. რკინის იუსუფი. მე მოვამზადე ბრალდების აქტი. მე მოვამზადე ყალბის ამხილები. გაგახსენდი რამის? Seni ben... მე ვაწარმოებდი შენს დაკითხვას. გაგახსენდა? Kaç sene oldu? რამდენი წელი გავიდა? 19. Seni... მე ჩაქს ვიცი ხეში რამის. Ne güzel. დიდებული დრო იყო. Texas. როგორც ტეხასში, არა? Değil mi? როგორც ტეხასში. İyi söyle. კარგი ნათქვამია. O zaman... მაშინ კენანის თხოვნით გაგანადგურე რამის. Ben de verdim Ramiz. რა ხდება? ყველაფერი კარგადაა. ბევრი დრო გავიდა. გაზრდილ ხარ. ვერ გიცანი. Şöyle... ახლა მიცნობ. Cezim, Bu koca იმ dünya... დროს ამ საქმეში ყველანი ჩავიტრიე. Çalıştığın adam... ყველა მონაწილე. ხეიროგლუს ჩათვლით. Hayratlı. იმ გოგოს რა ერქვა? კლუბიდან? Selma. Selma? Gazinodaki o kız. ისიც ჩავიტრიე. Onu da... მაგრამ კარგად მომისმინე. Bak ne diyor. საქმეში კენანიც ჩავიტრიე. Onu da koy. მხოლოდ მე არ მეშინოდა შენი. Hepsinin რამის. arasında bir tek ben. მე გაგანადგურე. Senden hiç ჩემი ისე გეშინოდა, გმდებოდი. Ben seni aldım savundum. ბატონს მეძახდი და პატიებას მთხოვდი. Karşında titredim. დაკითხვებზე პიჯაკს ისწორებდი. მე კი ფეხით გთელავდი. Özür diledim. Ceketini ilikledin sorguda. გაგახსენდი? Senin kafana pabucumla bastım Ramiz. Hatırla. გაგახსენდი რამის? კარგია რომ გამახსენე. უკვე დავიწყებული მქონდა. Şimdi bu ახლა უკვე ბებერი ხარ. ახალგაზრდა კაცის ზურგს უკან იმალები. Ben de bu gece მაგრამ დღეს მისი კლუბი გავანადგურე. ოდესღაც ეს სამყარო შენი იყო რამის. მერე ჩემი გახდა. benim oldu. Şimdi შემოგთავაზებდი ჩემთან ორთა ბრძოლაში ჩაბმას, მაგრამ ფეხზე ვერ დგახარ. ayakların ბებერო. lan ihtiyar. Halinden რცხვენოდეს. ფეხზე ვერ დგავარ და სწორედ ამიტომ ვერ მიგახრჩობ აქვე იუსუფ. მაგრამ შენ თვითონ მოხვალ ჩემთან. მაინც რასულელი ხარ. ჩემი ხალხი უკვე მოქმედებს იუსუფ. ტელეფონს უპასუხე. უპასუხე. oyuna მომატყუეს არა? ყველაფერი სუფთაა, კომისარო. ყველა სპირტიანი სასმელი ლეგალურია. იჩქარეთ, აკეთ. ნუ გაიქცევით. რა იპოვე? სათამაშო კვები, ჩანაწერები, რა იპოვე? სათამაშო მაგიდებიც კი არ დგას? ვერაფერს მიაგენით? ვერაფერს, კომისარო. ესენი ვინ არიან? იქ რას აკეთებდნენ? დაბადების დღის წვეულება ჰქონდათ. ყველა სრულწლოვანია. ბუღალტერიაში რა ხდება? ზედნადები ქვითრები? ყველაფერი წესრიგშია. მაგიდებზე ქვითრები? სამზარეულოში გამწვევი? ყველაფერი წესრიგშია. გამოდის ქალაქში ყველაზე სუფთაბარის დასახურად მოვედით. მოგწონს ჩვენთან. არ დამვიწყები ხარ. რკინის იუსუფ. არ დამვიწყები ხარ. ამდენი წელია. არც ერთი წუთით არ დამვიწყები ხარ.
რისთვის მოხვედი აქ, იუსუფ? გეგონა ეს შემთხვევითობა იყო, საქმეში ჩაიხედე, რომელსაც შენ წინააღმდეგ აწარმოებდი. რამის კარაისკისთან შემთხვევით არაფერი ხდება. მე ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვიცოდი, რომ ჩემთან მოხვიდოდი. და იცი რატომ? იმიტომ რომ არ დამვიწყები ხარ. ეს გამოწვევაა? არანორმალური ხარ? ჩვენ არანორმალურები ვართ. ჩრდილებს ხედავ, რკინის, იუსუფ. იცი ეს რა ჩრდილებია? გახსოვს ისინი? ომს მიცხადებ? მათ არ დავიწყები ხარ. ადამიანებს, რომლებსაც აწამებდი, ტანჯავდი. ვის ოჯახებშიც უბედურება შეიტანე, მათ არ დავიწყები ხარ. და შენ გახსოვს ისინი? ამ 20 წელიწადში ბევრი მეგობარი იშოვე, იუსუფ. მაგრამ იცი მათთან რა მაქვს საერთო? შენ. ამ 20 წელიწადში ბევრი რამისთვის მოვემზადე, ბევრი გამოვზარდე, მაგრამ ერთი მათგანი სპეციალურად შენთვის გავზარდე. ეზელი. ხმამაღლა ნუ ამბობ მის სახელს, თორემ გაიგონებს და აქ გაჩნდება. ნამდვილად გაგიჟდი. სამსახურთან დაკავშირებით გაწუხებთ. ალი ჩემი მიღების წინააღმდეგი არ არის. უფრო სწორად მე მგონია, რომ ასეა. ახლა თავისუფალი ბრძანდებით? კარგი, რა გაიწყება? ყველაფერი კარგადაა? ერთი საიდუმლო მაქვს. მაინც? ყველა მოვატყუე, თითქოს ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. მათ ვუთხარი, რომ ყველაფერი დავივიწყე. მაგრამ არ დამიწყებია. ამ ბარს სანამ გავხსნიდი, მანამდე ხომ მოვემზადე. და ვიცოდი, ვინ იყო იოსუფეირი. ვიცოდი, რომ კენანმა მას ჯენგიზი მიუჩინა. ეს კლუბი მის ტერიტორიაზეა, სწორედ ამიტომ ავირჩიე. მერე ველოდებოდი ჯენგიზი როდის მომაგნებდა. რამდენიმე დღის წინ ალი მოვიდა ჩემთან. ვეჭხუბე, თუმცა წინასწარ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა. იქ მარტო გაუშვი, რადგან ვიცოდი, რომ ხმები დაირხეოდა. ჯენგიზ ვენდედა არა ალის. მიმაჩნდა, რომ მას მჭირდებოდი. ესეც გამოვიდა. ვიცოდი, რომ ჯენგიზი გამყიდდა. ის ხომ თვითონ მოვიდა ჩემთან. ვიცოდი, როგორ გააკეთებდა ამას. და იცი რატომ? სწორედ ეს არის ჩემი საიდუმლო. მე სულ თავიდანვე მყავდა ჯაშუში. ეს არავისთვის არ მithქვამს. ყველას ჩამოვშორდი. ველოდებოდი ჯაშუში როდის დაურეკავდა ჯენგიზს. აი აქ. ხედავდი, როგორ ურეკავდა მას. მე რამეს უნდა მივხვდე შენი მონათხრობიდან. როგორ? შენ ვერაფერს ვერ მიხვდები. შენ სხვა სამყაროდან მოხვედი.
Neden o zaman? რატომ მეუბნები ამ ყველაფერს? იმიტომ რომ ჩემს მეგობრებს ვერ მოუყვები. იმათ ვერ ვეტყვი ამას, ვინც მიყვარს. ვერც იმათ, ვინც ჩემთან მუშაობს, მაგრამ შენ უცხო ხარ, ამიტომაც შემიძლია მოგიყვე. წარმოიდგინე, რომ ჩემი მესაიდუმლე ხარ. სხვას ვერავის მოუყვები ამას. აი ასეთი ცხოვრება მაქვს ახლა. Çok fena. საშინელებაა. ყველას ვეუბნები დავივიწყე მეთქი, მაგრამ არ დამვიწყებია. გარეგნულად ძლიერი ჩან ვარ. სინამდვილეში კი სუსტი ვარ. ვამბობ ყველაფერი ფეხებზე მკიდია მეთქი. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემი ძმა მენატრება. ამ ქვეყნით ყველაზე მეტად ჩემი ძმა მენატრება. ისე მენატრება, რომ ზოგჯერ ამოსუნთქვა მიჭირს. შემიძლია სიმართლე გითხრა. მე ომერ უჩარი ვარ. ჩემს ძმას მერტი ერქვა. ის მოკლეს. მე მის მკვლელს ვეძებ. არავინ იცის ამის შესახებ. მაგრამ ჩემი ძმის დავიწყება არ შემიძლია. არ შემიძლია მისი დავიწყება. არ შემიძლია. მე ბადე მქვია. მიხარია შენი გაცნობა, ბადე. ეზელ, სამსახურში მიღებული ვარ? ხვალ არ დააგვიანო. რამისთან იყავი? წარმოგიდგენი არა მამაცია. ნამდვილად გაგიჟდა. ციხეში გაგიჟდა. რა ქვია იმ დაწესებულებას? არ გაიქცე? აიღე და გაიქეცი. იქ აღწერა ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერი ვერ იპოვეს. პოლიციამ ცდარი ინფორმაცია მიიღო. ჯენგის რატომ უყურებ, იუსუფ? მან შემოგთავაზა დახმარება, შენ უარი უთხარი. ხო, მაგრამ მაინც დამეხმარა. ეს იუსუფის ბრალი არ არის, მას ენ უბრაზობთ. არავინ არ ბრაზდება ჩემზე, ჯენგიზ. გარდა ამისა, ჩვენ ვალდებულები არა ვართ ანგარიში ჩავაბაროთ ვინმეს. უბრალოდ ამბის სათქმელად მოვედი. ნახვამდის. რა სამწუხაროა. ჯობდა ცოტა ხანს ჩვენთან მჯდარიყავი. ცოტა მოდუნდებოდი. არც დავძაბულ ვარ. ადრე მისი წყობიდან გამოყვანა შეუძლებელი იყო. ის შემიძლელი მეგობარია და კარგად ვიცნობ. ახლა კი გაფიცრებული დადის. იქნებ ყურადღება მიაქციო. რა თქმა უნდა. ყველაფერი კარგადაა თუ არა. რას აკეთებს, ვის ხვდება. და მე მომიყვები. მისთვისაც ასე აჯობებს. რასაკვირველია. მე ვზრუნავ ჩემს მეგობრებზე. ისევე როგორც მე. რა თქმა უნდა, რატომაც არა. ისე როგორც შენ.
სტამბული 1973 წელი. უნდა წახვიდე. აქ დარჩენა სახიფათოა კენან. ცოტა უნდა დაწყნარდე. ნუ დარდობასე ძალიან. პირველად ყოველთვის ასეა. პირველად. პისტოლეტს არასოდეს აღარ მოგცემ. შენ ეს ჩემს გამო გააკეთე კენან. ეხლა ნება მომეცი მე ვიზრუნო შენზე. Olur. კარგი. Gidecek başka bir მე წასასვლელი არსად მაქვს რამის. katil olur. გულელი გავხდი. ეს როგორ უნდა დავივიწყო? Unutmayacaksın çocuk. ვერ დაივიწყებ. მაგრამ ცოტათი მოგეშვება, რაც დრო გავა უფრო მოგეშვება. Bir gün bir bak. ერთხელაც მიხვდები რომ არ დაგვიწყებია, მაგრამ ყველაფერმა გაგიარა. Böyle როგორც aşk acısı. უიღბლო სიყვარულის დროს ხდება. O mukayese. არა, ამას ვერაფერ შეადარებ. Ya şöyle artık. წადი ცოტა დაისვენა. ძია, წერილია სელმასთვის, მაგრამ ვერ გადავეცი. კლუბში ვერსად ვერ ვიპოვე. მომეცი, მე გადავცე. კარგი. სელმა ჰიუნერს. რამეს დალევ? ჩაი მომიტანე. Kardeşim, მაპატიე ძმაო, ყველაფერი ჩემი ბრალი. რამიზის გაცნობა მინდოდა, Ramiz'le tanışmak istedim. Sonra მაგრამ მე ჩემ მაგივრად მისი მტერი გამოგზავნე იქ. niyetim მე seni. შენი დაცვა მინდოდა. Ne var არა და sen? პირიქით გამოვიდა, შენ და მიცავი მე. Ramiz beni öğrenmiş. შენის მოკალი რომ რამის არ გაეგო ჩემ Ben შესახებ. ömrüm ve ახლა ვერასოდეს ვეღარ მიგატოვე. bırakamam artık. გინდ ტკიპა იყავი, İster sırtımı. რომელიც სურგზე მაზის და გინდ მკვლელი. Sen benim kardeşim. მაინც ჩემი ძმა ხარ კენან. Kanımsın. მოკიდა ხელი სელმას Selma'ya. და წამოდი Nikahımız. და გაქორწინებთ. Herkes ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. yeni bir hayata başlıyor. ნება მომეცი, შენი უფროსი ძმა ვიყო. გემუდარები. მიპასუხე წერილზე. შენი ძმა Beyin Selim. სელიმი. Hep birlikte yepyeni bir ახალ ცხოვრებას. Aslanım. მეგობარო, Buyur dayı. დიახზია. კომპანია ეროგლუში მიხვალ, ამას სელიმ ეროგლუს გადასცემ უთხარი კენანმა გამომატანა თქო და წამოდი. Kaybol. Emre olur. როგორც მეტყვიზია. სტამბოლი 2010 წელი. Şebnem, შებნემ, ben geliyorum. ახლა ვიმოვალ. Çabuk ol üşüdüm. დროზე რა მცივა?
Hayrola abi? რა მოხდა ძმაო? Abin o? მოხდა რამე? დღეს რაღაც დავინახე ქუჩაში ბარის უკან. შებნემი ტელეფონით ლაპარაკობდა. ჯენგისთან. არა. რაღაც გეშლება. შებნემმა გაყრიდა ყველანი. არა, ეს მას არ გაუკეთებია. შებნემი ამას არ გააკეთებდა. დამიმტკიცე. უცნობისთვის ცნობილ ყველა საიდუმლოს შორის ყველაზე სახიფათო ისაა, რომელიც საყვარელმა ადამიანმა არ იცის. შებნემ. Deniyorum. ვცდილობ. ვცდილობ. Başka bir adam ვცდილობ შევიცვალო. zor. ეს ძნელია, Ama onun მაგრამ შენი გულისთვის ვცდილობ. deneyeceğim. ეს ძნელია, Çok zor olacak მაგრამ შენი გულისთვის ამას ვაკეთებ შებნემ. ama bu sefer deneyeceğim Şebnem. Aha, კარგი, tamam geliyorum. მოვდივარ. Ali abi aradı.ალი იყო, Uyusak. შენ დაიძინე. რამე მნიშვნელოვანია? რა მოხდა? Galiba. გონი ხო? Herkes ყველა იკრიბება, მგონი ეზელი რაღაცას აპირებს. tedarikli. მითხრა მომზადებული მოდიო. მეც მოვდივარ. Yok yok. არ გინდა დაიძინე. Seni çağır. შენზე არაფერი არ უთქვამს. პეპო, მე შენ მარტო არ გაგიშვებ. მე ხომ ბედნიერება მომაქვს შენთვის. Öylesin. მართალი ხარ. Kocasına savaşa ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს. ქრებს ომში ვაცილებდეთ. როცა ასე იკრიბებიან, ცუდი წინათ გრძნობა მაქვს ხოლმე. შენ გინდოდა გეთქვა, მამებს ვარა? თითქოს მამებს ვაცილებდეთ ომში. Tevfik. რამე სახიფათოა? Değil. არა, Ama önemli bir ისეთი არაფერია. მაინც? მითხარი ტევფიკ, ისინი უკვე წავიდნენ. ეს ხომ მე ვარ შებნემი. dayı büyükleri ზია უფროსების შეკრებას აწყობს. ყველა იქ იქნება, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. რატომ? toplantı რომ მოითათბირონ, gövde gösterisi. რომ დაენახოს მათ. რა საჭიროა ეს ყველაფერი? İşler თუ ყველაფერი გამოვა, ის იუსუფ ეირის წინააღმდეგ გაამხედრებს ხალხს. ანუ ამჯერად ყველანი ერთად დადგებიან მის წინააღმდეგ. ზია ეზელს გამოიყვანს წინაპლანზე. dayı ezeli öne çıkaracak. თევფიკ, ტევფიკ. სად იკრიბებიან? მართალია, შოუ ბიზნესი ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც მოვიფიქრე. როცა სასტუმროს გავხსნით, ხალხის მიზიდვა მხოლოდ აზარტული თამაშებით კი არ შეიძლება. კარგი იქნება თუ ფესტივალებს ჩავატარებთ. ანგარიში მოამზადე შემდეგი კვირისთვის და მერე გავაგრძელოთ. ქალბატონ აიშან, როგორ მიხარია ისე თქვენთან რომ ვმუშაობ? მეც მიხარია. უგნატრებია ერთმანეთი. ნუ იბღვირები. ნახე როგორ ცდილობენ ჩვენი მეგობრები. სასტუმრო არ მაღელვებს კენან. იუსუფ, დილიდანვე ნუ გაგვიფუჭებ ხასიათს. ხო, მე ვილაპარაკოთ. კენან, ვერ მოვიცდი, როდის ისევ გაიმეორე.
სად მიდიან? შიმშიკის ქუჩაზე. შეიძლება ჯანგის დაველაპარაკო? ტევფიკ, რა ქენით? უკვე მიხვედით? პრინციპში ხო. რა იყო? არაფერი. უბრალოდ წახვალ მათთან ერთად. ჩემთან დარჩი. რატომ, რა მოხდა? არც კი ვიცი, უბრალოდ ცუდი წინათგრძნობა მაქვს. ხოლო წინათგრძნობა შევნემ? ამიტომ დამირეკე? არა, უბრალოდ არ ვიცი. ნიშნულობა არ აქვს. ტევფიკ, გისმენ? ძალიან მიყვარხარ, ტევფიკ. დაამარცხე ყველა მტერი და დამიბრუნდი, კარგი? კარგი. არსად არ წახვიდე შევნემ, კლუბში დამელოდე. კარგი? დიდი ხანია კარაისკის იცნობ. კენანს არ მოუყოლია? კენან ბირგანი? ის ვინმეს რამეს უყვება? ასეთი რამე საერთოდ ხდება? როგორც ჩანს, მხოლოდ შენს ცოლს უზიარებს აზრებს. კენანი ყოველთვის ერჩოდა რამის? ყოველთვის. მისნაირების ერთი დარტყმით დაგდება არ გამოდის. ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე გვაქვს გათვლილი. იმ ნაძირალაზე ყველაფერი ვიცი. ახლა რა ხდება? ახლა არ შეგიძლია მისი ძაქცევა? შენი აზრით რატომ მივატოვე საქმეები და ქუჩაში რატომ გამოვედი ჯენგის? გველს თავი მანამდე რომ წავაცალოთ, ვიდრე ზევით აწევას მოასწრებს. ძია. ერის სუსტი ადგილები იცი? ერის სუსტი ადგილები. როცა წინააღმდეგობას უწევენ, ნერვიულობს და წრიალებს. ანუ მე ვარ მისი სუსტი წერტილი. გასაგებია, ტეფო. უკან ვბრუნდებით. შენი ის გვეთამაშება. როგორ თუ გვეთამაშება? აქ არავინ არ არის. ბებერი დაგცინის. მან ინფორმაცია მოგვაწოდა. ისი ეს რა ადგილია? მათი შეხვედრის ადგილი. გითხარი მის შესახებ ყველაფერი ვიცი მეთქი. ეს მასაც შესანიშნავად ესმის. 1973 წლის 20 ნოემბერს ქალაქის ყველაზე დიდი მაფიოზი ხეიროგლუს საიტი ატრაქციონების პარკში მოკლეს. 21 ნოემბერს პოლიციამ რამის კარაისკი აიყვანა ამ სახლთან. მე რით არის ეს დღე ასეთი განსაკუთრებული? იმ დღეს ძიამ ხელში ჩაიგდო ეს ქალაქი. სტამბოლი 1973 წელი.
Hadi çocuk. დროზე Araba bekle. მანქანა იცდის. Antep სადაც მივდივარ, güzel mi? იქაურობა ლამაზია. Uzak. Mühim olan არა, მთავარია რომ შორსაა. Ne zaman döneceğim ben peki? უკან როდის დაბრუნდები? meselesi olsun. როცა ყველაფერი დაალაგდება, იქიდან წამოგიყვან. Abi ძმაო, bari Selma'ya veda. მინდა რომ სელმას დამემშვიდობა. Yok Kenan. მაგის დრო არ არის კენან. პოლიცია ფეხ-და-ფეხ მოგზდევს. კაცი მოკალე. იცი რა მოგივა რომ დაგიჭირონ. შემოგახჩობენ. Sonra ben მეც კი ვერ გიშველი. Kitaplarım sana emanet. ჩემს ციგნებს დაგიდოვებ. Her gün arayacağım. სელმას უთხარი რომ ყოველ დღე დაურეკავ Beklesin beni. და მელოდოს. Hadi çocuk. დროზე თორემ მეც დამიჯერან. Az diyeceğim ama. გთხოვდი წერილები მომწერე მეთქი, მაგრამ ვიცი არ მომწერ. ყველაფერი ისე გააკეთე როგორც გეტყვიან. თვით შემოქმედებას შეეშვი. ზოგჯერ დამირეკე ხოლმე. გარეთ მარტო არ გახვიდე, ღამით საერთოდ არ გახვიდე გარეთ. დაგირეკავ ხოლმე. Bilmediğin yerlere. უცნობ ადგილებში ნუ ივლე. უცხო ხალხს ნუ გამოელაპარაკები. ყველგან ნუ ჩაეჭხირები. Zaten gelirim. რამდენიმე თვეში დაბრუნდები, ხომ ასეა? Ağla istiyorsan. თუ გინდა შეგიძლია იტირო. Tamam. Uzun etme. ღმერთი იყოს შენი მფარველი. Allah'a emanet. Kenan. კენან, Selma. სელმა, Gidiyordun. ისე მიდიოდი რომ არ მემშვიდობებოდი? Çektin. Selma polis. სელმა, პოლიცია. Cehennemi. წადი შენი. Ya dursana. მოიცადე. კენან, O kadar peşimden koştun. უკან დამსდევდი. Almadığın yere საჩუქრებს yapmadığın მჩუქნიდი. numara kalmadı. ვცდილობდი. Şimdi de kalkıp gidiyorsun. ახლა კი მიდიხარ? Defol git. ოდა წადი. Ya bir მომისმინე. Kandırdın beni. შენ მე Niye yola მომატყუე. bıraktın? შუა გზაზე მიმატოვე. მოიცადე. ben istiyor muyum? შენ გონია მე მინდა უშენო წასვლა. გესმის მაინც როგორ მტკივა გული. Yalan. მატყუარ ახარ. Ben sana მე კი inanmadım. მჯეროდა შენი. Ne dedim ki? რას გეუბნებოდი? Aşık. მეუბნებოდი მიყვარხარო. Öyle iyi. ეს სიმართლეა. Yalan. ყույლია. Gidiyorsun. შენ işte, მიდიხარ. gitmiyor musun? ასე არ არის? Çok hoyratsın. ეს სისასტიკეა სელმა. Nasıl aşık olduğumu biliyorsun. შენ ხომ იცი როგორ მიყვარხარ? Nasıl üzüldüğümü. ხომ იცი როგორ მტკივა გული? Elimde olsa gitmeyeceğimi de. იცი რომ აქედან არცაც წავიდოდი. Sen bana bir არცაც şey წავიდოდი ჩემი ნება რომ იყოს. შენ უბრალოდ გინდა რომ დანტანჯო. sökülsün ki გინდა რომ kalbim გული yerinden. მომიკლა. İyice yer ettim. რა გინდა? Seni რა düşündükten გინდა nefes შენზე aldım. როცა ვიფიქრებ სუნთქვა შემეგრას? Ondan yapıyorsun. თუ გინდა რომ მაინც და მაინც ასე დავემშვიდობო, კარგი ასე იყოს. Böyle gitmemi istiyorsan რა შემიძლია გავაკეთო? için el veriyorsa tamam. შვიდობით. Ne yapalım? ასე იყოს. Alasım abi. შვიდობით სელმა. Kenan. კენან, აიღე. Koklaşmanız გეყოფა თხე უნდა კოცნა. İkimiz de koklayacağız. წავედით თორემ ორივე ციხეში ამოგვაყოფინებენ თავს. Her gece დაგირეკავ ხოლმე. unutma. ყოველ ღამე. 12'de. არ დამივიწყო. Abi ძმაო, Selma. სელმა შენ გაბარებ.
რამის კარაისკი, ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეთ. სტამბოლი 2010 წელი. დიახ, ექიმო. აუცილებლად შემოგივლით, მინდა დედაჩემთან დაკავშირებით დაგელაპარაკოთ. დიდი მადლობა. გავიდა და Cengiz'i aradı. ჯენგის დაურეკა. Ben gideyim konuşayım mı? დაველაპარაკო. Ha öğreneyim neymiş. ყველაფერს გავარკვა. შებნები მომიყვება. Ben gideyim. ვიპოვ იმას. Vardır illa. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს რაღაც ახსნა მოეძებნება. ორ მაგ აგენტად ვაქციოცია. იცი, სულ შენს სიგნებს ვკითხულობ, ხედავ რა მოვიფიქრე, მას ორ მაგ აგენტად ვაგზავნთ. შვივა, Hadi. რა, გაჩვენდი. ეზელ. გისმენთ. თევფიკ. დღეს დაისვენე. ალიცადი შებნები არა, მოწოდა. ასე არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს, სად არის. ვიპოვი და აქ მოვიყვან, გეფიცებით მოვიყვან. ასე ვერ დავждები და ლოდინს ვერ დავიწყებ, მე პასუხს ვაგებ მასზე. შენ აღარ თევფიკ. ალი თევფიკმა დღეს დაისვენოს. Benim sorumluluğum. მე პასუხს ვაგებ მეთქი მასზე. Lan. რასაკეთებ? Bir ay önce aldım. ეს ერთი თვის წინ ვიყიდე. Kutuda ხუთში არ ვინახავდი, რომ არ შეემჩნია. Sen anlarsın. ხომ გესმის ჩემი ძმაო? Ha, sen შენ anlarsın. გამიგებ, Benim მე პასუხს ვაგებ მასზე. წადი და აქ მოიყვანე. არაფერზე არ დაელაპარაკო. არაფერი არ გეამბოს. ყველას ერთად მოგვიყვება ყველაფერს. გესმის? ნახოთ, იქნებ რაღაც ახსნა მოეძებნოს. მართლა, კარგი. აქ მოიყვანე მეთქი თევფიკ. ეზელ, გადაწყვიტე, რა უნდა გააკეთო, როცა გოგო მოვა. Ne yapacağına karar verdin? რა სიზამ? Anlamadım. ვერ მივხვდი. ეზელი მიხვდა. Bu kız რამდენი ხანია იმად მხარეს გადავიდა? მერტამდე? ბაჰარამდე? Eğer öyle რას აპირებ, როცა მოვა? bu kız buraya gelince მე არ ვაპატიებდი. ne karar? მე მიმაჩნია, რომ ამის პატიება არ შეიძლება. Bilirsem არა, affı yok. Benim kitabımda af მე არ ვაპატიებდი. Ali. ალი, თუ კი ბაჰარი, ტეფო, შენც ნახე რა ვინ უნდა შეგეყვარებინა. Benim kitabımda. მეც მიმაჩნია, რომ ამის პატიება არ შეიძლება. როცა მოვა შეეცადე ალაპარაკო ალი. Kolay konuş. ეგ ადვილია, მე ავალაპარაკებ. Sen düşün. შენ მანამდე მოიფიქრე. Öyle çıkarsa. თუ ეს მართალია რას უზამ შებნებს. ნუ დაგავიწყდება ჯენგის. ჩვენ საქმეში მთავარი პრინციპებია. ჩვენი ფასეულობები განგვასხვავებს ყველა დანარჩენისგან. არ დამავიწყდება იუსუფ, მე შენ გავსწავლობ. არაფერი არ დამავიწყდება. ძალიან კარგი. ამბობენ სამი ბედნიერი რიცხვიაო. წარმატება მოაქვსო. სამი შანსი უნდა მისცე ადამიანს. მეგობარსაც, მტერსაც. როცა სამივე შანსი გამოყენებულია, ადგილზევე უნდა მიახრჩო. კარგი. შენ უკვე გამოიყენე სამი შანსი, ჯენგის. რას გულისხმობ? სამჯერ შემომთავაზე დახმარება. პირველად ისკანდერი იყო. მეორე პოლიციის ამბავი. მესამე ახლა ამ შეკრებასთან დაკავშირებით. სამივეჯერ ხელი მომეცარა შენ გამო. იუსუფ, სამი შანსი უკვე გქონდა, ჯენგის.
ეს ჩემი ბრალი არ არის, ჩვენი მეკავშირე, ანუ ის კალე, ის მაწვდიდა ამ ინფორმაციას. მართლა? მომართლა. გეფიცები. მან ორივენი მოგვატყუა. გინდა პლიტი? ბატონო იუსუფ, თქვენს გნებავთ? ესე იგი, სამჯერვე მოგატყუა იმ ქალმა? ო, სამჯერ მომატყუა. მიცადე, ისევ? ამას გულისხმობ. სამჯერ თუ უკვე მიეცი შანსი დროა დამნაშავე მიახრჩო. შენ თუ არ გააკეთებ ამას, მე გავაკეთებ. კარგი. კარგი. რა ქვია იმ ჩვენს გოგოს? შებნემი.